ჯობა მოგესალმებით ყველას, ჩემს YouTube არხზე. მე ჯონი ვარ, ქარმოერის დამფუძნებელი. ახლა ნიუ-ჟერსში ვიმყოფებით, ძალიან ცივა. დაახლოებით -15 გრადუსი იყო გუშინ და მოყინული არის ყველაფერი. გადავწყვიტე ამოსულიყავი აუქციონზე, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ავტომობილი იქნება და დაგათვალიერებინოთ, გაჩვენოთ ფასები. დიდი ხანი პაუზა ქონდა, ვერ გადავიღეთ ვიდეოები, იმიტომ რომ პრობლემები იყო ლოჯისტიკაზე. გვიანდებოდა ავტომობილების ჩატვირთვა და ამაზე ვიყავით გადართულები, რომ ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილები ყოფილიყვნენ. ნელა დალაგდა, მოგვარდა ყველაფერი, ვისაც უმეტესობა კმაყოფილი არის და მადლობა ამისთვის. ზოგი ნაწყენი დარჩა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ შემოგვიერთდებიან ისევ ჩვენი დილერები და იმუშავებენ ჩვენთან. გადავიდეთ ახლა ვნახოთ ავტომობილები, დავათვალიეროთ, ფასები ვნახოთ. ეხლა გადავწყვიტე, რომ გაჩვენოთ ის ავტომობილები, რომლებიც საქართველოში კარგად იყიდება, ზირთადად დილერებისთვის იქნება ეს ვიდეო და ვისაც უბრალოდ ავტომობილები გაინტერესებთ, ვიყურეთ თქვენს და ასევე არ დაგავიწყოთ ჩვენი Telegram არხის გამოწირა, რომელსაც აღწერაში დავტოვ. აი ესე გამოიყურება ლოტები, არის ჩამწკრივებული სხვა ავტომობილების, შეგიძლიათ მოხვიდეთ, დაქოქოთ, ატაროთ ეს მანქანა, ნახოთ როგორ მუშაობს, ტექნიკურად გამართულია თუ არა, ან მოგწონთ თუ არა ზოგადად ამ ავტომობილის ესე ვთქვათ სიარული და შემდეგ გადაწყვიტოთ შეიძინოთ თუ არა ეს არის ამერიკაში დილერებისთვის. გადავიდეთ ახლა და საინტერესო ვარიანტები რაც გამოჩნდება, დეტალურად განვიხილოთ. აი ეს არის ველარი, რომელიც ვფიქრობ ძალიან საინტერესო ვარიანტი არის თქვენთვის და ეს ავტომობილები დაახლოებით შეიძლება შევიძინოთ 2000 ესე ვთქვათ 2018-იანი 20-იანი დაახლოებით $15,000-მდე შეგიძლიათ რომ შეიძინოთ და $15,000-მდე დაჯდება საქართველოში. ძალიან კარგი ავტომობილი არის, მაღალი კომპლექტაცია არის, ვინც Range Rover იცის და ყოლია ამჯდარა, იცის როგორ განსხვავდება სხვა კლასის ავტომობილებისგან და ზოგადად სხვა ავტომობილებისგან, იმიტომ რომ ძალიან მაღალი კლასის ავტომობილი არის და ვისაც ესე ვთქვათ ბიუჯეტში უნდა დიდრული ავტომობილი ყავდეს, 20-იანი არის ეს ავტომობილი და ესე ვთქვათ კომფორტის ჰქონდეს, მოვლაში ცოტა მეტი რა თქმა უნდა გადაიხადოს ვიდრე Toyota ან სხვა ავტომობილი, იდეალური ვარიანტი არის. ნახეთ სალონი როგორ გამოიყურება, ორფერი სალონი არის, გადამრთველი აქვს ესეთი დაშბორდზე, LED ეკრანი აქვს, საკმაოდ მაგარი ავტომობილია. ესენი არის 2-დან 0, 3-დან 0 ძრავებით და 3-დან 0-ს უფრო გირჩევთ, იმიტომ რომ უფრო გამომდგარი ძრავი არის და ესე ვთქვათ ნაკლებ ხარჯებთან და რისკებთან არის დაკავშირებული. 2014-იანი 2015 წლამდე შემდეგ უკვე რესტი გამოდის. საკმაოდ კარგი ავტომობილები არის, ესე ვთქვათ პოპულარული იყო ხოლმე საქართველოში თავის დროზე. და შესაბამისად ესე ვთქვათ ეხაც პოპულარული არის, დაუზიანებლები დაახლოებით საქართველოში $5,500-6,000 შეგიძლიათ ჩაჯდეთ, გააჩნია უკვე კომპლექტაციას და გარბენს და საკმაოდ კარგი ავტომობილია. $6,000 უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ დაახლოებით $2,500-მდე უკვე გამბაჟება ჯდება, 3 და 5 ძრავია და საკმაოდ ესე ვთქვათ უკვე ძვირიჯდება გაბაჟება და უკვე არ მომგებინია ავტომობილების ჩამოყვანა, მაგრამ არის ადამიანები, ვისაც უღირთ რომ იყიდონ ესეთი ავტომობილები. X5-ები, GN5, საკმაოდ პოპულარული საქართველოში როგორც გაყიდვით, ისე ძალიან მაგარი სუვი არის. მე ვფიქრობ, რომ თავის კლასში ჯობნის Porsche-საც, ჯობნის Audi-საც, ეხლა შეიძლება დამიწეროს Audi-ის ფანები, მაგრამ ესე და ესეო, მაგრამ Audi-ს როგორ ადარებო, Porsche-ს როგორ ადარებო, მაგრამ სტანდარტული, სადა, სპორტული, დინამიური, გამძლე ჯიპი არის, რომელიც არ ვარდება, ესე ვთქვათ, ეს ჰიბრიდი არის უბრალოდ და ეს კუზავები არის GN5, არ ვარდება მოდიდან. ამის წინა კუზავებიც ძალიან F15-ები ძალიან მაგრად იყიდება. სალონი ესე გამოიყურება. და გაყინული არის და ხმა, ამიტომ ქონდა ესეთი. ნახეთ, რომელმაც სალონი აქვს. ძალიან კაი ავტომობილი არის და დაახლოებით ამ ავტომობილის შეძენა 2019-დან 20-დან შეიძლება უკვე საქართველომდე $22,000-23,000-ში სრულიად დაუზიანებელი, გამართული, კარგი კომპლექტაცია, რა თქმა უნდა, იმ პაკეტი უფრო ძვირი ღირს და სხვა დამატებით ფუნქციებით, შესაბამისად მეტის გადახდა გვიწევს ესე აქვს თვითონ ესე ვთქვათ წარმოებლებს განსაზღვრული, რომ თუ გინდა რომ მაღალი ფუნქციები მიიღო, მეტი თანხაც უნდა გადაიხადო. ამერიკაში ძალიან ბევრი ქართველი როგორც იცით მუშაობს ტაქსზე და საკმაოდ კარგ თანხებსაც გამოიმუშავებს და ეხლა მინდა გაჩვენოთ სანამ გადავიდეთ სხვა ავტომობილებზე, როგორ ავტომობილებს ყიდულობენ.
Uber-ზე და Lyft-ზე მუშაობენ ძირითადად და რაც უფრო მაღალი კლასის ავტომობილი ყავს, უფრო კარგ შეკვეთებს გაძლევს ეს აპლიკაცია და შესაბამისად ეხა გაჩვენებთ ეს არის GMC Yukon-ი, შავი-შავზე უნდა იყოს ავტომობილი და Suburban-ი. ესეთ ავტომობილებს ყიდულობენ, ეს არის ამერიკული ავტომობილები, ამერიკული ბრენდი არის GMC, Dodge და Chevrolet და ესე ვთქვათ Ford-ი და საკმაოდ კარგ შეკვეთებს აძლევთ. დაახლოებით ღირს ეს ავტომობილები $40,000, $50,000, მაგრამ დღეში ხშირად არის რომ აკეთებენ $400-500 და $800-საც აკეთებს ზოგი ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენს თანამემამულეებს და ხშირად ყიდულობთ ხოლმე აქისთვისაც დასატოვად, ასევე ყიდულობენ CN-ებს, ხშირად გინახავთ ალბათ CN-ებზე მაღალი გარბენი როქს ხოლმე უმეტესობა არის, როდესაც ტაქსაობენ და ესე ვთქვათ ამ ავტომობილებით დარბიან ძალიან შორს მანძილზე შტატებს შორის და ამიტომ აქვს ხოლმე დიდი გარბენი. ასევე ყიდულობენ ესე ვთქვათ JX-ებს, ახლებს, ჰიბრიდებს და სხვადასხვა ესე ვთქვათ დიდ ავტომობილებს და მე 540 მეხუთე სერია 3.0 ძრავით M პაკეტი ეგრეთ წოდებული Distronic-ით. ძალიან მაგარი ავტომობილია, სატენდერის ბანკს ყავს გამოყვანილი, ჩატოვილი. ძალიან კაი ავტომობილია, არის უკანა გამწევი და არის 4-ვე გამწევი, საქართველოში უფრო იყიდება უკანა გამწევი. ამათ საშუალო ფასი საქართველოსამდე არის $20,000-მდე, გააჩნია კომპლექტაციას, გააჩნიათ როგორ გამოიყურება ავტომობილი, დაზიანება ქონდა თუ არა და დაახლოებით დაუზიანებელი ამერიკაში შეგვიძლია ვიყიდოთ საქართველოსამდე $13,000-14,000 ფარგლებში გასაყიდად გულისხმობ და დაახლოებით 100-120 გარბენი. საკმაოდ მაგარი ავტომობილებია, ვისაც თქვენთვისაც გსურთ. კარგი სედანებია, სპორტული, დინამიური, 3.0 ძრავით, ძალიან კარგად გარბიან და არც უნდა შეგეშინდეთ მაღალი გარბენის, იმიტომ რომ ნაკლებად ზიანდება ამათი ძრავები, ან გადაცემათა კოლოფები. გამძლე ავტომობილია, პირდაპირ ვიძახი და ძალიან ბევრი იყიდია, ჩამომიყვანია. არ დაგავიწყდეთ ჩვენი Telegram არხის გამოწერა, უფრო საინტერესო ვარიანტები რომ ნახოთ. მეგობრებო, კომენტარებში შეგიძლიათ დამიწეროთ ხოლმე, რომელი ავტომობილები გაინტერესებთ და შემდეგ უკვე სხვა ვიდეოებში ამ ავტომობილებს აუცილებლად ჩავსვავთ და განახებთ, რომ თქვენ ყიდვის დროს სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. JX-ებზე როგორც ვიცით, მოთხოვნა არის ძალიან დიდი, როგორც ძველ კუზავზე, ასევე ახალზე ძალიან ბევრს ვაგზავნით ამ ავტომობილებს 2014 წლიდან, ყავს ასევე გზაში გასაყიდი ავტომობილები და შეგიძლიათ მოგწეროთ JX-ები და არა მხოლოდ JX-ები, Kia Niro-ები ყავს, CHR-ები ყავს, სხვა ზოგს აქვს ტექნიკური დაზიანება, ზოგს არ აქვს და ყველა ინფორმაციას მიიღებთ. ეხლა ეს ავტომობილი ესე გამოიყურება, არის უმაღლესი კლასის ავტომობილი, ესე ვთქვათ, Lexus JX-ი. მე იმიტომ მომეწონა რომ დამატებული დოპები აქვს, მაღალი კომპლექტაცია არის და დაახლოებით ეს ავტომობილები იყიდება $70,000-ში. ამერიკაში არის შავ სალონზე, თეთრი მარგალიტის ფერია, საკმაოდ უხდება. ესეთი ეგრეთ წოდებული პაროგები აქვს. შიგნით ესე გამოიყურება, ტყავი, ეკრანი, საკმაოდ ხარისხიანად არის აწყობილი. ტორპედო ერთადერთი არის რეზინის, რაც არ მომწონს. მაგრამ საბოლოო ჯამში მაღალი კლასის ავტომობილია და ვერაფერს ვერ დაუწუნებ ამ ფასში თუ არ ჩავთვლით Toyota Prados, რომელიც ჩემი აზრით $30,000-იც არ ღირს ბაზარზე, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა კონკურენტები ყავს, მით უმეტეს ჩინელები, რომლებიც ბევრად მაგარ ავტომობილებს აკეთებენ, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ესე ვთქვათ Toyota Prado უნდა ღირდეს $50,000. დამიწერეთ თქვენ კომენტარებში თუ სხვა რამეს ფიქრობთ. ძალიან მოთხოვნადი არის საქართველოში, გარეთაც გადის, ეს არის M-Line-ი. ამ M-Line-ის ყიდვა დაახლოებით შეიძლება $15,000-დან $16,000-ში არის 2024 წლიანი და გავლილი აქვს დაახლოებით 30,000 მილი. ასევე არის Hyundai Kona, ეს დაბალი კომპლექტაცია არის, ამის ყიდვა შეიძლება დაახლოებით $12,000-დან $15,000 ფარგლებში და გავლილი აქვს 80-90,000 მილი. საკმაოდ კარგი ავტომობილები არის, საკმაოდ კარგად იყიდება, ვიზუალში ძალიან მოსწონთ გოგონებს, საქართველოშიც იყიდება, თუ ვთქვათ, გადაყიდვით ხართ დაინტერესებულები და ესე გამოიყურება დიდი ეკრანით, გადამრთველით, ესეთი სპორტული სპოილერით. ეს არის M-Line-ი, ეს არის დაბალი კომპლექტაცია, მაღალი კომპლექტაცია და როგორც გითხარით, კომპლექტაციების მიხედვით უნდა ესე ვთქვათ, შეარჩიოთ ავტომობილები. აუდები ვისაც გიყვართ, Sportback-ი, ეს არის Sportback-ი, იმიტომ ეწოდება, რომ უფრო მიამგონეს X6 და GLC, GLE, Mercedes-ის GLC კუპეებს.
აი ესე გამოიყურება, დაწვენილი არის, ანუ ცოტა ოვალური მხარე აქვს, ვიდრე სტანდარტული Q5-ს. აი ესეთი ავტომობილია, საკმაოდ მოთხოვნადია დაახლოებით. ეს ავტომობილი შეგიძლიათ $25,000-მდე საქართველოსამდე შეიძინოთ. 2021-22 წლიანები, საშუალო კომპლექტაცია და ესე ვთქვათ დაუზიანებელი საქართველოში როგორც ვიცი, ღირს ეს ავტომობილები $21-22,000 ის დაზიანებული, მხოლოდ დისკები უნდა გამოუცვალოთ, კონტინენტალის ახალი საბურავები უყენია და რა ვიცი, ძალიან მაგარი ავტომობილია და თუ დაგაინტერესებთ ეს ავტომობილი, ვერ დაგავიწყდეთ Telegram არხი გამოიწეროთ ჩვენი. Honda Civic-ები, რომელიც დაახლოებით კარბენის მიხედვით 150-მდე ყიდულობენ ხოლმე, იმიტომ რომ არანაირი პრობლემა არ ექნება 150-მდე ესე ვთქვათ Honda-ებს და დაახლოებით Honda Civic-ები 17-18-იანები შეიძლება შეიძინოთ $4-5,000 ფარგლებში, რა თქმა უნდა, ცოტა მაღალი გარბენით, როცა დაუზიანებელს ყიდულობთ, ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ თუ გინდათ რომ ავტომობილი ნორმალურ ფასში შეიძინოთ, რაღაცა უნდა დათმოთ ან გარბენი, ან კომპლექტაცია, ან ზოგადად დაზიანებით იყიდოთ ჩვეულებრივად salvage. საკმაოდ კარგი ავტომობილია, გამძლე, დინამიური, სპორტული და ძალიან ბევრი ფანი ყავს საქართველოში. ხო, Camry-ებზე ხა როგორც იცით, ახალი კუზავი არის გამოსული 26-ში, კიდე ახალი გამოდის რაოთხთან ერთად. XS არის ერთ-ერთი ავტომობილი, ალბათ ვფიქრობ, რომ Camry-ს შემთხვევაში რომელიც უნდა იყიდოთ, ეს სპორტი არის ჩვეულებრივი, დისკებით. საკმაოდ კარგი ავტომობილია და დაახლოებით იყიდება უკვე $10-12,000 ფარგლებში ესეთი ავტომობილები დაუზიანებლები, ჰიბრიდი უფრო რა თქმა უნდა მეტი ღირს, დაახლოებით ბენზინთან შედარებით $2,000-ზე მეტია. 425 კუპე 3.0 ძრავით. მეოთხე სერია, ძალიან მაგარი ავტომობილებია, ვინც სპორტული, გამძლე ავტომობილი უნდა, არც ძალიან ესე ვთქვათ, აჩქარებები, უბრალოდ როცა დასჭირდება სწრაფად უნდა გაიქცეს ეს ავტომობილი, როცა დასჭირდება, ესე ვთქვათ, ნელა იაროს, თან სტატუსიც არის, საქართველოშიც არა, ამერიკაშიც ეგრეა, ძალიან მაგარ ცხვირზეა და დაახლოებით გაკეთებულია, ნახეთ, საჭირსაც ეთყობოდა და დაახლოებით ეს ავტომობილი შეიძლება საქართველოს დაგიზეთ $8,000. საკმაოდ მაგარი ავტომობილია, სპორტული, ახალგაზრდული და თუ ესეთი ავტომობილები კიდევ გაინტერესებთ, ჩვენი Telegram არხი აუცილებლად გამოიწერეთ. გაშუქეთ ეს ავტომობილი, Ocean Fisker-ი, რომელზეც ორად იყოფა საზოგადოების ესე ვთქვათ აზრი, ზოგი იძახის რომ არ უნდა გაეკარო, ზოგი იძახის რომ ძალიან მაგარი ვარიანტია. ყიდულობენ ხოლმე ამას, რომ TLC-ის ნომრები აიღონ ამერიკაში, საქართველოშიც რამოდენიმე ავტომობილი გავაგზავნეთ. გაბანკროტდა ამის წარმოებელი და აღარ გამოდის ეს ავტომობილები და ესე ვთქვათ, ძალიან პრობლემური არის ამისი ნაწილები. არ ვიცი, ზოგი იძახის რომ უხარისხოა, ზოგი იძახის რომ ხარისხიანია, მე რასაც უყურებ ავტომობილი არ არის ცუდად გაკეთებული, ესე ვთქვათ, ნორმალური ავტომობილია, თან თუ არ ჩავთვლით რომ დაახლოებით 2025-იანი შეიძლება $10-12,000-ში იყიდოთ, აი ესეთი პატარა ჯიპი და გადის დაახლოებით 500 კილომეტრს. მაღალი კომპლექტაცია არის, საკმაოდ კარგი ავტომობილებია და ესე ვთქვათ, იმ ფასში რა ფაშიც იყიდება, სხვა მოდელები ყავთ, ესე ვთქვათ, $15,000-მდე მაქსიმუმ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი იდეალური ავტომობილი არის. მეგობრებო, ეხლა რა ხდება? 3 მილიონამდე, 2 მილიონი ნახევარი, 3 მილიონამდე მეტი ავტომობილი ჩამოერთვა ამერიკაში ადამიანებს, რომლებსაც ვერ გადაიხადეს სესხები, ან ზოგადად ცენტრებმა, რომლებსაც ვერ გაყიდეს ის ავტომობილები, რომლებიც უკან დაუბრუნეს, ბანკებმა მოიყვანეს და ასე შემდეგ და ესე ვთქვათ, ძალიან ბევრი ავტომობილი გამოვა და გაიყიდება, ამიტომ თუ აპირებთ ყიდვას, ნუ იჩქარებთ, შეგიძლიათ რომ ძალიან ბევრი საინტერესო ვარიანტები შეიძინოთ ამერიკაში და ნუ იყიდით დამტრეულ, დანგრეულ ავტომობილებს, რომლითაც ყවත් საკმაოდ ხარჯებთან და რისთან არის დაკავშირებული.